ხო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გარდამტეხი მომენტი არის, ხო, იმიტომ რომ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დომინანტი მოთამაშე ირანი კარგავს მის გეოპოლიტიკურ პოზიციებს. ეხლა რო კარგად რო წარმოვიდგინოთ და ძალიან მოკლე ისტორიული რეტროსპექტიულად, ხო? ირანმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საკუთარი პოზიციების პრაქტიკულად უპრეცედენტოდ გაძლიერება შეძლო. ხო, მისი ირანის სიძლიერე ზრდა იწყება 2003 წლის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყში ჩატარებული ოპერაციის შემდგომ, როდესაც ესეთი ვაკუუმი შეიქმნა და ამ ვაკუუმის შევსება მოახერხა ირანმა მისი რუხ-არეალში, განსაკუთრებით რუხ-არეალში მოქმედების მეთოდებით. ირანი აკონტროლებდა 4 არაბულ დედაქალაქს, 4 არაბულ ქვეყანას, ხო, ლებანონი, ლიბანი, ერაყი, სირია, იემენი, თუმცა 7 ოქტომბრის შემდგომ ამ პროცესის რადიკალური ცვლილება იწყება. მე არ მინდა ჩვენ არ უნდა დავიწყოთ აი ამ დროს განსაკუთრებით რეგიონზე ვსაუბრობთ, ხო? ეს გარდატეხა არ დაწყებულა ერთი კვირის წინ დაწყებული სამხედრო ოპერაციებით. ეს გარდატეხა ირანის შესუსტება იწყება 7 ოქტომბრის შემდგომ, ხო, იმიტომ რომ ისრაელმა მოახერხა ეტაპობრივად ირანის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების განადგურება. ანუ პირველ რიგში ეს იყო ირანის, რასაც ჩვენ ვეძახით ხოლმე, პროქსი ჯგუფების შესუსტება, იქნებოდა ეს ჰამასი, მაგრამ განსაკუთრებით ჰეზბოლა. შემდგომ ირანს ისრაელთან მოუწია 2 პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი ოქტომბერში და აპრილში, 24 წლის ოქტომბერში, 25 წლის აპრილში. ეს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტები მნიშვნელოვანი იყო 2 თვალსაზრისით. პირველი, ამ სამხედრო კონფლიქტების პირდაპირი ესეთი სამხედრო, ანუ დაბომბვების დროს გარკვეულწილად დაინგრა მითი ირანის ბალისტიკური შესაძლებლობების შესახებ. იმიტომ რომ ისრაელმა აქამდე ყოველთვის არსებობდა, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების და მისი შესაძლებლობა ბალისტიკური რაკეტების ითვლებოდა ისეთ საფრთხეთ, რომლის წინააღმდეგაც ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობები იყო უძლური. და აი ეს მითი დაინგრა პირველ რიგში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და მესამე და ძალიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო გარდამტეხი ირანისთვის აღმოჩნდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლა, იმიტომ რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლით პრაქტიკულად არამხოლოდ მოკავშირე დაკარგა ირანმა რეგიონში, არამედ მისი პირდაპირი კომუნიკაციების შესაძლებლობა ჰეზბოლასთან, ჰეზბოლას მომარაგება, ჰეზბოლა რატო დასუსტდა, ხო, ანუ ბაშარ ალ-ასადის ჩამოშლამაც გამოიწვია ჰეზბოლას დასუსტება. ეხლა ვართ საბოლოო ეტაპზე, საბოლოო ეტაპი არის ირანის პრაქტიკულად ირანის შეგვიძლია უკვე ვთქვათ ირანის სამხედრო მარცხი, თუმცა ირანის სამხედრო მარცხი როგორ შედეგში გადაიზრდება, ამის თქმა არავის არ შეუძლია. მე საკმაოდ თავშეკავებული ვარ ხოლმე და როდესაც საუბარი არის რეჟიმის ცვლილებაზე ან რეჟიმის ჩამოშლაზე, იმიტომ რომ მიუხედავად ირანის სამხედრო მარცხისა, მიუხედავად იმისა, რომ ირანი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ესე თანმიმდევრულად სუსტებოდა, ჯერ არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ირანის რეჟიმი იყოს ჩამოშლის პირას, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილებაზე საერთოდ არ საუბარი, იმიტომ რომ არ არსებობს ისტორიული პრეცედენტი, როდესაც მხოლოდ საჰაერო ოპერაციით რომელიმე ქვეყანამ შეძლოს მის სამიზნე ქვეყანაში რეჟიმის ცვლილების მოხდენა. ამიტომ